დარწმუნებული ვარ, ყველას გინახიათ ესეთი ტიპის თამაშები. და ალბათ გიფიქრიათ, კაცი ამას ერთ დღეშიც ააწყობსო. აი მე კი 2 საათში ავაწყობ. ვიდეოს წარმოგიდგენთ ფირანა, თავარ როლებში, ChatGPT, ჟურა და დოხუია ერორი. მოგესალმებით, როგორ გიგითხოთ? ირანა თქვენთან ერთად, დღეს კი ჩვენ 2 საათიან ტაიმერს გამოვიყენებთ. შევქმენ Unity-ის პროექტი და შევუდექი მუშაობას. პირველ რიგში გვჭირდება ეს ლურჯი ტიპები, რომლებიც სიმოძრავებენ და გამრავლდებიან. What did he say? ამისთვის სულაც არ მომიპარია არაფერი, მენდეთ. და ბარემ ანიმაციებიც გავუკეთოთ. ოპა. მიდი ჟორა, მიდი, აკუცუნე ტაკოები. კაცრავად. ძალიან შევყევი. ტრა. კაია. Good. შევაგდო ჩვენი ძმაკაცი Unity. What the fuck? მოარგე პერსონაჟს ანიმაცია, მეჩვენება თუ ეს moonwalk-ია. გავუკეთე ასევე სავალი გზა. კოდის წერის დროც იყო, ასე რომ შევეხმიანეთ ჩემს საუკეთესო მეგობრს. ხუმრობა იქით იყოს და მსგავსი თამაში ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს, ასე რომ კოდის წერაც არ გამჭირვებია. რა თქმა უნდა, კამერაც უნდა გაყვეს მოთამაშეს, ასე რომ ჩავამატე სინემაში. და დიახ, როგორც ბექგრაუნდზე დაინახეთ, დავიწყე კარებებზე მუშაობა. გავაფერადე ოდნავ სამყარო და უფრო ლამაზია. აბა ხო გავს. კარგი დრო გავტესტოთ და ნახოთ რამდენად იმუშავებს ჩვენ თამაში. მოიცა ერთზე გაყოფას რაზეა კაც თავიდან. ხვეწები იმუშავე. აბა, +10. ოპა, გავაორმაგეთ და შემდეგ პერსონას მის. Give it to the next person. 15 ოპ. ეს ბაგი არ იყო გათვლილი მქონდა. Stop it. Get some help. დავაკვირდეთ, რომ ორიგინალ თამაშიც და ჩემ მიერ გადაკეთებულშიც მოთამაშეები სპირალურ ფორმას იღებენ. ეს კი ფიბონაჩის რიცხვების დამსახურებით. სპირალი ზუსტად ისეა, როგორც ბუნებაში, მაგალითად მზეს უმზირაში. ამ სპირალის გამოსასვლელად ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ უქროს კუთხეს. 127.5 გრადუსს. ეს კუთხე უზრუნველყოფს, რომ ყოველი მორბენალი განთავსდეს განსხვავებულ ადგილზე, რაც ქმნის ლამაზ და თანაბარ სტრუქტურას. 1 საათზე ნაკლები დამრჩა და წითელი კაცუნები მაქვს ასაკეთებელი. ოროტი კი ერთ-ერთი თქვენგან იქნება. ნივაბი მატერიალი და გახდა წითელი. ნამდვილი მოღალატე. მივეცი მოღალატის თაგი, რათა ყველა მიცნოს. ცირე კოდის საშუალებით კი ახლა ბრძოლა შეუძლიათ წითლებსა და ლურჯებს. მერე მივხვდი, რომ ვერ იგებდი რამდენი კაცი ყავდა, ამიტომ გავაკეთე კაუნტერი. დავიღე ეს ლამაზი სპრაიტი ჩემი ძველი თამაშიდან. ახლა კი ისღა დამრჩენია, რომ გავაკეთო ფინიში და მოთამაშეს უნდა შეეძლოს დამარცხებაც. დროც მეწურება ასე, რომ აღარ გავწელავ. თამაში რომ შეხვალ თამაშის დაწყება არ შეგვიძლია, რადგან არ აქვს play button-ი. ამიტომ გავაკეთე ის. გავაკეთე ელემენტარული user interface-ი და ეგ იყო და ეგ. ასე და ამგვარად კი დროა მომეწურა, რისი კადრებით სამწუხაროდ არ მოქვს, რადგან საჭირო ოთახში ვიყავი. აჯიკა. მაგრამ სიმართლეს გეტყვით და დროის ამოწურვის შემდეგ მაინც გადავწყვიტე თამაში ოდნავ მაინც განმევითარებინა. დავამატე საუნდები და ელემენტარული სეტინგები. ასევე ლეველების სისტემა, რაც ავტომატურად არ გენერირებს ყოველ ლეველს, რათა არ მოგეწყინათ. როგორ გენერირდება იკითხეთ? გვაქვს სკრიპტი, რომელიც აგებს თამაშის დონეს, სხვადასხვა ჩანკებისგან, ანუ ბლოკებისგან. ეს ჩანკები მოიცავს იმ გარემოს, სადაც მოთამაშემ უნდა გაიაროს. მაგალითად, გზებს, დავკროლებებს და მტრების განლაგებას. ამ ყველაფრის ორგანიზება ხდება სკრიპტის საშუალებით, რომელიც დონეს იწყებს განსაზღვრული პოზიციიდან და ჩანკებს რიგობრივად ამატებს. თითოეული დონე შედგება რამდენიმე ასეთი ჩანკისგან, რომელიც მოდის scriptable object-დან, რომელიც ინახავს დონესთან დაკავშირებულ მონაცემებს. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ბოლო ჩანკი აუცილებლად ფინიშია, რადგან ფინიშის ჩანკს ტეგით პოულობ და აუცილებლად მის ფუნქციას ასრულებს. თუ დააკვირდებოდით, ნახავდით, რომ coin სისტემაა ჩამატებული. და რისთვის? ღმერთმა იცის. დაუბილდე ჩვენი თამაშიც ამჯერად არავითარი ერორით და აბტვირთე იტჩიოზე. შეგიძლიათ ყველა თამაში გატესტოთ, ლინკი აღწერაში. აბა, ნახოთ 100-100 რა შეუძლიათ. ტექნიკური ხარვეზი უკაცრავად. всё, 1, 2 და 3, დავაი. ლეგენდარული ფაითი იყო იმენა.
როდესაც ასეთ თამაშს აწყობ, ყველაზე კარგი მომენტია რომ კომპიუტერი გატესტოთ. ასე რომ ზრუა ჩემი კომპიუტერის პერფორმანსი გამოვცადოთ 816 რამით. და კაჭედა ვახჩი. ვაფშე აღარ რეაგირებს არაფერი. რა ხდება? მოიცე პერფორმანსი უნდა ვნახო. მაინტერესებს task manager-ი. 10 FPS-ზე დაქრაშა. კომპიუტერი იმდენად ცუდად იყო, რომ ყველანაირი ყველაფრის ჩაწერა შეწყვიტა მის მერე და სკრინები და პატარა ვიდეოები მაინც მოახერხე ჩამეწერა. ეკიპთან უნდა მივიყვანო ჩემი კომპიუტერი. Oh my god! Wow! მაგრამ ჩემო მაყურებლებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობაც გიხდით ყველა თქვენ გას გვერდში დგომისთვის. მომავალ ვიდეომდე ნახვამდის. Peace! დღეს ვუფერ. აუ ბედია რომ